ისრაელის მთავრობამ პირველი მსოფლიო ომის დროს განხორციელებული სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად ოფიციალურად აღიარა. ინიციატივა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს ეკუთვნის, რომელმაც მთავრობის ხდომაზე განაცხადა, რომ სომეხთა გენოციდი დღემდე ინსტიტუციონალიზებული უარყოფისა და დაკნინების კამპანიის საგნად რჩებოდა. ის თურქეთის მთავრობას დებს ბრალს ისტორიის манипуляციურად გადაწერაში. დადგა დრო ისრაელმა როგორც ებრაელთა სახელმწიფომ ოფიციალურად აღიარო საკუთარი პოზიცია, აღნიშნავს დიპლომატი, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ისრაელის მორალურ ვალდებულებას წარმოადგენდა ეღიარებინა ისტორიული სიმართლე და უარეყო ამის უგულებელყოფის ყოველგვარი მცდელობა. სომეხთა გენოციდი 1915 წლის გაზაფხულიდან 1916 წლის შემოდგომამდე მიმდინარე პერიოდს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომეხი ქრისტიანების სისტემურ განადგურებასა და იძულებით გადასახლებას უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის შეფასებით ამ მოვლენების შედეგად 664,000-დან 1,200,000-მდე სომეხი დაიღუპა. ისრაელის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თურქეთთან გართულებული ურთიერთობები, რაც მხარეებს შორის 2023 წელს დამძიმდა, ღაზაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომით, რომელსაც თურქეთის მთავრობა მუდმივად აკრიტიკებდა. ბოლოს სიახლეს ანკარა ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა მანამდე თურქეთს არაერთხელ გამოუთქვა წინააღმდეგობა სომეხთა გენოციდის აღიარების თაობაზე. საგულისხმო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია და იტალია იმ ქვეყნების სიაში არიან, რომლებიც პირველი მსოფლიო ომისას სომეხთა მასობრივი მკვლელობები გენოციდად უკვე აღიარეს. ახლა უკვე ისრაელის აღიარებას მთავრობის თანხმობა აქვს, თუმცა გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად მას ჯერ პარლამენტის დასტურით სჭირდება. საგულისხმოა, რომ ღაზაში ჩატარებული უხეში სამხედრო კამპანიისა და პალესტინელების მკვლელობის საქმის ირგვლივ დებატები არ წყდება თავად ისრაელთან დაკავშირებითაც, რომელსაც ბევრი სახელმწიფო თუ ექსპერტი ასევე მიიჩნევს გენოციდის შემოქმედად. თუმცა ეს საკითხი ოფიციალური შეფასებების საგანი ჯერ არ გამხდარა.